მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები დაიხარჯა. გაკეთდა მუნიციპალიტეტის როგორც ცენტრალური, ასე შიდა გზები. თუმცა არის სოფლები, სადაც გზა ისევ მოუწესრიგებელია. სოფელ ყარაჯალაში ქრონიკის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის რამდენიმე პროექტი განხორციელდა. სამომავლოდ გზის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება კვლავ იგეგმება. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაოების ფარგლებში კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის სკვერებიც. გარდაბანში დასრულდა მიმდინარე სამუშაოები, ნაწილობრივ გაკეთდა კორპუსების მოასფალტება, გზების მოასფალტება, ეხლა იგეგმება კიდე ანალოგიურ 2,5 მილიონი გზების დაგება, ანალოგიურად ცენტრალური გზები და შიდა ეზოები, თავის ბორდიულების მოწყობით და ინფრასტრუქტურით მოწყობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიუხედავად არის სოფლები, სადაც გაუმართავი გზა მოსახლეობისთვის პრობლემას კვლავ წარმოადგენს. ეს სოფელი ყარაჯალას გზაა. ამ მონაკვეთით სოფელი დედაქალაქს უკავშირდება. სტუდენტები ამბობენ, რომ დაზიანებული ასფალტის საფარის გამო მარშრუტს გადაადგილება უჭირს და ყოველდღიურად სასწავლებელში მოსახვედრად მათ გაორმაგებული დრო სჭირდებათ. გზები არის დაანგრეული რა, ჩვენ ვითხოვთ რომ გააკეთონ ეს გზა. ამ გზით ყოველდღე სტუდენტები მიდიან ქალაქ თბილისში რომ განათლება მიიღონ და ამ გზით აი სიარული არის ფიზიკურად შეუძლებელი. ტაქსები აღარ მოდიან თბილისიდან, აქედან სოფლიდან აღარ დადიან და 15 ნომერის ლინია არის ეს და ისინი იშვიათად დადიან და ჩვენ გვჭირდებათ მარშრუტკები, ტაქსები და ამ გზის გაკეთება. დაზიანებული გზა მხოლოდ სტუდენტებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობა უწევთ ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლებსაც. მათთვის ალტერნატიული გზა არ არსებობს, ამიტომ სამუშაო შესრულებისას ამ გზის გავლა დღის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებს რამდენჯერმე უწევთ. დავიტაჯეთ, არ შეიძლება ამ გზის გაკეთებას არ ეღირს და არაფერი. 4 თავრობა გამევიცვალეთ, არც შეცმა არ გააკეთა არაფერი. რა ხდება? ყველაზე მუშა გზა არის. ეს ხალხი არ არის, ამის ფეხი არის მოსახა გადასო. ძალიან ცუდი არაფრის არ შეიძლება აქ სიარული. დავანგრიეთ მანქანები. ვის პასუხისმგებლობაშია ზემოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზუსტი პასუხი არ აქვთ. გამგებლის განცხადებით, გზა გარდაბნის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, შესაბამისად მონაკვეთის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახური არ გეგმავს. თბილისს ეკუთვნის, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტი ვერაფერს ვერ გააკეთებს რა. თბილისი ან საგზაო რა, რომელიც იმათი გასაკეთებელია რა. ანუ ჩვენ არ გვეკუთვნის, თორემ რა თქმა უნდა გავაკეთებთ. სოფელ ყარაჯალაში 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მანამდე სანამ შესაბამისი სამსახურები გზის რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ, სტუდენტებსა და საწარმოში დასაქმებულ სოფლის მაცხოვრებლებს გადაადგილება კვლავ ამ გზით მოუწევთ.